ევროინტეგრაციის საკითხებში ახალი მინისტრი დავით ბაქრაძე სკანდალში გაეხვა. ყოფილ დიპლომატ საბერძნეთის ქართული დიასპორა დაუპირისპირდა ემიგრანტები ყვებიან, რომ დავით ბაქრაძე, რომელიც 2012 წლის მარტიდან მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ელჩი იყო საბერძნეთში, იქ მცხოვრებ თანამოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებასაც კი უზღუდავდა. მინისტრმა დღეს თქვა, რომ ბრალდებებზე არაფერი იცის. ბატონო დავით, როგორ თვლიდით, იყო თუ არა გრიგოლ ვაშაძის 2012 წლის გადაწყვეტილება საკონსულო რეგისტრაციებში შეტანილი ცვლილებების შესახებ დანაშაულებრივი? საბერძნეთში მცხოვრები ქართველების საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძეს უპირისპირდებიან. რამდენიმე დღის წინ სამშობლოში დაბრუნებულმა ემიგრანტებმა ალექსი პეტრიაშვილის შემცვლელი ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. ემიგრანტებს აინტერესებთ რა კრიტერიუმებით შეარჩია მთავრობა მინისტრად ადამიანი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს უცხო ქვეყანაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებასაც კი უზღუდავდა. დღეს ბატონმა დავითმა დაიკავა პოლიტიკური თანამდებობა და იგი უკვე ვალდებული არის ახსნა-განმარტება მისცეს ემიგრაციას, რა ხდებოდა 2012 წელს. თუ არ თulis თავს ვალდებულად, დღეს მე უსვავ ამ შეკითხვას და აი ამ შეკითხვას ღიად ვსვავ. დაწყდებოდნენ კომისიის თავმჯდომარეს თვითონ იყო, დამკვირვებელის თვითონ იყო, დივანის თვითონ იყო ყველაფერი. გადახაზავდნენ ამ ბიულეტენებს, დაათავდნენ ბეჭდებს, ჩაყრიდნენ ყუთში და გამოგზავნდნენ აქ, აქედან დიდ მადლობას მიიღებდნენ. ემიგრანტების მსგავსად სახელმწიფო მინისტრთან პრეტენზიები აქვს უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძესაც. ბატონ დავით ბაქრაძის ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დანიშვნის საკითხს ეს იყო პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი საბერძნეთში, იყო ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ნაციონალური მოძრაობისა წინა საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს, გულისხმობ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებს. თავად სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში ქართველი ემიგრანტების პრობლემების და ბრალდებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. დავით ბაქრაძე საბერძნეთიდან ჩამოსულ ქართველებს პრეტენზიების გაცნობის შემდეგ უპასუხებს. კონკრეტულად როდესაც შემოვა, რა თქმა უნდა, პასუხს მიიღებ, მაგრამ კონკრეტულად არაფერი არ გამიგია, გარდა ერთი პიროვნების, მოვისმენ აუცილებლად. მეც წამიკითხე ამ მსგავსი სახის შენიშვნები, სოციალური ქსელებით. ემიგრანტების კითხვას თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა დავით ბაქრაძე მინისტრის პოსტზე, უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ასე პასუხობს. ბატონ ბაქრაძეს მხოლოდ დადებითი კუთხით დავახასიათებდი. მე ვფიქრობ, რომ ის არის კარგი დიპლომატი. მასთან მქონია საქმიანი შეხებაც და ვფიქრობ, რომ ის ძალიან წარმატებული უნდა იყოს იმ პოსტზე, რომელზეც არის დანიშნული. დავით ბაქრაძის შესახებ ნაციონალურ მოძრაობაში კომენტარზე უარი თქვეს. ბაქრაძე საბერძნეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე 2012 წლის მარტიდან მუშაობდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი ის ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ალექსი პეტრიაშვილის გადადგომიდან რამდენიმე დღეში, 15 ნოემბერს დანიშნა.